გამარჯობა მეგობრებო. ეს ვიდეო არ იქნება ისეთი ვიდეო, როგორც ჩემ არხზე არის ხოლმე ვიდეოები და რაღაცნაირად მინდოდა რომ გამეზიარებინა თქვენთვის ის, რასაც რაღაცა ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალიან ხშირად ვსაუბრობ, ფრაზეს შევსაუბრობ რა. ეს არის რომ აი რატო უნდა გავიდეთ მაგალითად შაბათის მარშებზე. პირველ რიგში ანუ ვისაც ამსაუბრობ, ძალიან კაი ხალხი არა, მოკლედ რა, მეგობრები არიან, ახლობლები არიან, ნაცნობები არიან, ადამიანები, რომლებიც იდგნენ ჩემთან ერთად რუსთაველზე. შეიძლება ჩემ გვერდზე არ იქნება, მაგრამ რუსთაველზე იდგნენ ასევე ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრ რაღაცას იაზრებენ, რომ არასწორად ხდება და უნდა ხდებოდეს სხვანაირად. და მის მიმართ ანუ აქვს პროტესტი. და რაღაცნაირად ის არ არის, რომ ამას ეუებიან. თუმცა რაღაცნაირად ვერ ხედავენ აზრს, რატო უნდა გამოვიდნენ რუსთაველზე იქნება თუ საერთოდ პროტესტზე რატო უნდა გამოვიდნენ. ხო და მე ეგეთ რაღაცას ვეუბნები ხოლმე, არ ვიცი, თქვენს გამოგადგეთ და თქვენც რაღაცნაირად მოგცეთ მუხტი არის გამოსვლისა რა. რომ კი ბატონო, პროტესტი ანუ აქციაზე გასვლა და პროტესტის ამბავით გამოხატვა შეიძლება არ არის იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც არსებობს საქართველოში. მაგრამ ანუ ამას მე ვერც დავამტკიცებ, რომ ეს მოგვარების გზაა და ვერც უარყოფ, რომ ეს რაღაცნაირად აგვარებს. ანუ ვერც ვიტყვი, რომ აგვარებს და ვერც ვიტყვი, რომ ვერ აგვარებს. ანუ არ ვიცი ეს მოაგვარებს თუ ვერ მოაგვარებს. უბრალოდ რის თქმა შემიძლია არის ის, რომ ანუ ნამდვილად არ არის ეს მისაღები ის, რომ ადამიანებს იჭერენ ტროტუარზე დგომის გამო, გოგოებს, ბიჭებს, რა ვიცი, ძველგაზრდებს, ახალგაზრდებს, ყველას განურჩევლად იჭერენ ტროტუარზე დგომის გამო. რა ვიცი, არავის, ანუ ჩემ პანტაპუნტით მიდიან ადამიანები ემიგრაციაში, არ ვიცი, ოჯახი არ არის, რომელსაც, რა ვიცი, მინიმუმ ერთი წევრი მაინც არ ყავს ემიგრაციაში. რა ვიცი, ყოველი მესამე შიმშილობს. აგერ ძაღლები, ანუ ყოველი მესამე ბავშვი შიმშილობს. ანუ წარმოი ბავშვი შიმშილობს ყოველი მესამე ქოცების გამო. და გავიგეთ, რომ ფასო სასაძილოები, ანუ ყველაზე მოწყვლადი ხალხი სადაც ცხოვრობს. ანუ ყველაზე მოწყვლადი ხალხის დახმარების გზა არის, რომ ფასო სასაძილოები და იქიდან მილიონებს იპარავდნენ. და ვინც იპარავდა, იმათ 50,000 და 100,000 ჯარიმა დაუწევს. და ეს გამოუშვეს. ანუ რა ვიცი, ადამიანები სამართალს ვერ პოულობენ, რა ვიცი, თუ არ ყვირიან, ტელევიზიებში არ დადიან და ნუ აიქაც ან იპოვიან, ან ვერ იპოვიან. და რა ვიცი, просто რომელი ერთი ხო, ყველაფერი ზვირდება, ანუ იმდენად რომ, რა ვიცი, რა ძალიან რთულია რა, რა ვიცი, ჩემ გარშემო ადამიანი არ არის, რომელსაც წარმოუდგენია თავის ცხოვრება 10 წლის შემდეგ, 7 წლის შემდეგ, 5 წლის შემდეგ, 3 წლის შემდეგ. ძალიან ცოტა, რომელსაც 1 წლის შემდეგ წარმოუდგენია და ეგ არ არის ნორმალური, რომ ესე არ უნდა ხდებოდეს. ანუ ეს არ უნდა ხდებოდეს ეს. ანუ არათუ კარგ ქვეყანაში, ნორმალურ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს ეს. ანუ ჩვენ არ ვართ ქვეყანა, ჩვენ ვართ ჩვეულებრივი ბოსტანი. ანუ თავრობაზე, ანუ თავრობის დაქვემდებარების ქვეშ რო არის თავშესაფარი გორის, ანუ ადამიანებმა ნახეთ ვიდეო, რაღაც ლოგიკური ჯაჭვი აღვობით, რომ ამ დღეების განმავლობაში ესე ცუდად ექცეოდნენ ძაღლებს, ცუდად იჭერდნენ ეს და ანუ ლოგიკური ჯაჭვი როგორც კი გავაბით, ანუ არ შეგვპარვია ეჭვი იმაში, რომ მართლა დაწვეს თუ არა ცოცხალ ძაღლები. იმიტომ რომ ყველას გვჯერა, რომ ამის გამკეთებლები არიან. ანუ მე რო ჩემზე რო ვიღაცამა ლოგიკური ჯაჭვი გააბანდრო, რაღაც მე ვიღაც მოვკალი, ანუ ცოცხლა დავწვი, ანუ ადამიანი რომელსაც მე რა ვიცი, ერთხელ მაინც მისაუბრია, უნახი ვარ იქნება თუ რა, ანუ არავის ამან ყველაზე ჭუ შეეპარება ამაში, ანუ არავინ ამას არ დაიჯერებს ეგრევე. და ანუ უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვჯერა როგორი სასტიკი და საშინელი ხალხი არიან, ანუ ამაში ყველაზე კეთილი ასებების ცოცხალ დაწვაში ეჭვი არ შეგვეპარა. ხო? ანუ რა ვიცი, просто ადამიანები ამდენი ხანი, ანუ რა ვიცი, უკვე 2 წელი თითქმის უსაფუძვლოდ, აი არაფრის გამოსხედან ციხეში. აი 2 წელიწად ნახევარი. ანუ აი
არაფრისგან. მართლა არაფრისგან. ანუ, რა ვიცი. და ამავდროულად ადამიანები, რომლებმაც 1000-ჯერ უფრო მძიმე რაღაცები გააკეთეს, ხან სიტყვიერი გაფრთხილებით, ხან პატარა ჯარიმით, ანუ არ არსებობს, ანუ რა ვიცი, მე არ მაქვს მაგალითად სამართლის შეგრძნება, რომ მე სანდრო ქავთარაძეს და ვიღაცას ივანიშვილს, რომელიც რა ვიცი, ბიძინას ძმის შვილის შვილი ძმაკაცი არის, ერთნაირად, ანუ მეს და მას რომ გქონდეს საქმე სასამართლოში და მე ჩემკენ იყოს სიმართლე, მე დარწმუნებული ვარ, არა თუ 99%, ანუ 190% დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემ მიმართ გამომტყუნებელ განაჩენს გამოვიტანებ. რა ვიცი, დღეს გუშინ ღამეს შეუვარდნენ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, რომელიც დადეპორტებული არის, აქ დაჭერილი ყავდათ აქციების დროს და გაუშვეს აზერბაიჯანში, სადაც მინიმუმ ციხეელოდება, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით მოკლავენ. და ანუ ეს ოკეი არის, რომ ეგ არის ქართული ოცნება და სუვერენიტეტი. მე დარწმუნებული ვარ და ძალიან მჯერა, რომ ეს რო გაგრძელდება, ანუ არაფერი საქართველოს აღარ იქნება და არაფერი სუვერენიტეტი არ იქნება. და ანუ ქართველები თუ არ იქნებით, ქართველების გარეშე საქართველოს, ანუ არ ვიცი, იქნება მხოლოდ ტერიტორია და არ იქნება საქართველოს. ანუ საქართველოს თავარი ასე არის, ქართველები დასახლებული. ისეთი სიტუაცია აქვს ქვეყანაში, რომ ყველა წასვლაზე და გაქცევაზე ფიქრობს და გარბის. ხო და ანუ არ ვიცი, პირველი მიზეზი, რატომაც უნდა გამოვიდე და რატომაც გავდივარ, არის ეს, რომ მე ხო რაღაცნაირად უნდა წარმოვაჩინო ის, რომ ეს არ არის ოკეი ჩემთვის, რომ ეს არ არის კარგი, რაც დღეს ხდება და მე ამის მიმართ შეგუებული არ ვარ და რა ვიცი, ხმალამოღებული ხوار ვირბენ და ხوار მოვკლა ვიღაცებს, ხო? ანუ რაღაცნაირად უნდა გამოვხატო ჩემი ეს დამოკიდებულება, რომ რაც ხდება ის კარგი არ არის და ეს არ ანუ ჩემი მოსაწონი არ ხდება, ხო? მაგიტომ მე გავდივარ, დგავარ რუსთაველზე. მეორე. რა ვიცი, მათე დევიძე და მე, როდესაც რა ვიცი, დაგვიჭირეს, მე 2 დღეში გამოვედი, მათე დღემდე ზის და კიდევ უნდა იჯდეს წლები და მეორე სასამართლოზე ხა ითხოვენ რომ გაუგზავნონ კიდევ სასჯელი 7 წლამდე. და ანუ რა ვიცი, ძალიან შემთხვევითობა არის ის, რომ მე მათეს ადგილას არ ვარ და მათე ჩემ ადგილას. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მე გავდივარ. თქვენ რატომაც უნდა გახვიდეთ, რავი, ადამიანი რომელსაც ერთხელ მაინც დაუდგამს რუსთაველზე ფეხი, აი იმ დიდი აქციების დროს თუნდაც, ანუ ძალიან შემთხვევითობაა მეგობარო, რომ შენ არ ზიხარ ციხეში. იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც შეხედან, არაფრის გამოსხედან. ანუ არაფრის გამო არ შეხედან. მე ნამყოფი ვარ სასამართლოების უდიდეს ნაწილზე და უბრალოდ ჩემთვის შოკი იყო ჯერ ის, რომ ანუ არ მეგონა თუ შეიძლება და ადამიანს ესეთი სახე ქონოდა დაკარგული, როგორც ქონდათ პროკურორებს, არ მეგონა რომ მოსამართლე შეიძლება და ყოფილიყო აი ეგეთი, რა ვიცი, აი კედელი, რომელსაც არაფერი ემოცია არ აქვს, ანუ უდანაშაულო ადამიანების ციხეში ყოფნაზე და მე მისჯაზე და ანუ დაურწმუნდი იმაში, რომ რასაც ამდენი ხანი ამბობდნენ, რომ უბრალოდ ვიღაცები ეუბნებიან მოსამართლეებს რა უნდა გააკეთონ. აკეთებენ, აი ეს ნამდვილად ესე ხდება. ასე რომ რა ვიცი, თუ ყოველდღე რუსთაველზე ვერ, ანუ შაბათის მარში, აი ფილარმონიიდან პარლამენტამდე, ანუ აი რაღაც 1 კილომეტრი, ხო? კილომეტრი და 500 მეტრი მაქსიმუმ. ანუ ეს არის მანძილი, რომელიც არის ბევრი ადამიანისთვის იმედის მიმცემი, ადამიანებისთვის, რომლის გამო ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 500 დღეა თითქმის უწყვეტი პროტესტია. და ადამიანები არ ეგუებიან ამ უსამართლობას და სიგიჟეს, რაშიც ცხოვრობთ. აი ამ ადამიანებისთვის იმედის მიცემა, რომ მარტო არ არიან და გიჟები არ არიან. ადამიანებისთვის იმედის მიცემა, რომელიც რა ვიცი, ციხეში შეხედან არაფრის გამო. ადამიანებისთვის იმედის მიცემა, რომელიც გაიქცა ქვეყნიდან, იმიტომ რომ გაუსაძლისი ყოფნა და იმედი იმის, რომ აქ ოდესმე დაბრუნდებიან, არის იმ ხალხზე, რომელიც აი ამ რეჟიმს შეცვლის. რა ვიცი, ეს თუ არ არის საკმარისი, არ ვიცი, დაწერეთ კომენტარებში მეგობრებო, რატო არ არის ეს საკმარისი და რას ფიქრობთ. ანუ მე კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს არ არის
ამის მოგვარების გზა ანუ არც ვამბობ რომ ეს ამას აგვარებს და არც ამას ვამბობ რომ ეს ამას ვერ მოაგვარებს. ანუ არ ვიცი ეს მოაგვარებს თუ არ მოაგვარებს. თუმცა მე რაც ვიცი არის ის რომ ეს უბრალოდ ადამიანებს რომლებიც იბრძვიან, გაქცეულები არიან, დაჭერილები არიან, მათ იმედს მისცემს. და ამავდროულად რაღაცნაირად, ანუ ჩემთვის მაგალითად სანდრო ქავთარაძისთვის, რომელსაც რა ყოველდღიურად მაწუხებს ის ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება და რა ვიცი, ყოველი დილა იწყება სიგიჟით ვიღაცის ღამეს სახში შევარდნით და დაჭერით იქნება თუ ძაღლების ცოცხლად დაწვით იქნება თუ რავი 1000 უბედურება რა ყველაფერია. ამ ყველაფრის რაღაცნაირად გამოხატვის საშუალება არის ჩემთვის პროტესტზე გასვლა, რა ვიცი, არც მე აქტივისტ ვერ დავიბრალებ აქტივისტობას, ვერც იმას დავიბრალებ, რომ მე მეგაფონში რაღაცებს ყირი ვარ და ამით ამომაქვს, უბრალოდ ჩემი გასვლა და სანდრო ქავთარაძის იქ დგომა არის როგორც სხვებისთვის იმედის მიცემა, ასევე ჩემი თავისთვის, რომ აი მე რო ეს ყველაფერი მაწუხებს, აი შაბათს ჩემი მარშ სიარულით, იმ რაღაც 1500 მეტრის გავლით მე ამას როგორც ვაფიქსირებ, ეს ჩემთვის ამოღება არის. შიგნით რაც მთელი კვირა მიწევს ტემპერატურას, რომ მარტო არ ვარ რა, გიჟი არ ვარ და რაც ხდება მარტო სანდრო ქავთარაძეს და ჩემს ოჯახს არ აწუხებს და აწუხებს ათასობით ადამიანს. და რაც უფრო მეტი ვიქნებით, ესეთი ერთმანეთისთვის უფრო მაგარი იქნება, ერთმანეთისთვის უფრო იმედისმომცემი იქნება, უფრო დამამშვიდებელი იქნება და არ ვიცი, შეიძლება მართლა შეიცვალოს რაღაც. ხო და ასე რომ რა ვიცი, უნდა გავიდეთ რა, მინიმუმ შაბათს მაინც. მე რა ვიცი 500 დღე რომ ალი გახდება, აი 500 დღიდან 380 ყოველ დღე დავდიოდი რუსთაველზე. ეხლა ვეღარ დავდიო ყოველ დღე ბევრი ფაქტორის გამო. ვიღაცები ძალიან მაგრები არიან, რომლებიც ყოველ დღე დადიან და რა ვიცი ყველაზე დიდი რესპექტ დაფასება და რა ვიცი ყველაფერი. იმ ადამიანებს ვინც ამას ახერხებენ. და ახერხებენ როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად და რა ვიცი ყველანაირად. ხო, რა ვიცი დაწერეთ კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ. ნუ დაწერთ იმას, რომ ეს ვერ მოაგვარებს, ან მოაგვარებს, არავინ არ ვიცით, მაგრამ აი დაწერეთ მიზეზი, თუ რატომ არ არის ეს თქვენთვის საკმარისი გამოსასვლელად. და რა ვიცი, მე ვეცდები მოვიფიქრო, რატომ თუ ეგ არ არის, კიდევ რამე, რაც გახდეს თქვენთვის მიზეზს რომ გამოხვიდეთ რა.